ამ ხალხს ვინც ახლა ქუჩაში დგას, მედიუმი დაეკარგა. ანუ მედიუმი არ არსებობს, რომელიც მათ და დანარჩენ საზოგადოებას შორის არსებობს. აი იქ რო პირობითად, რა ვიცი, ვიღაცა სულელი რო არის აქციის ორგანიზატორი, ის ხო ვერ იქნება მედიუმი ნორმალურ ხალხს და აქციის მოთხოვნებს შორის. და ვინაიდან იქ სულ კოცები სულ მოაგროვებენ ვიღაც გიჟებს, ავტომატურად როგორც ეს სირცხვილიას დროს გიჟები მოაგროვეს, აქ დაიტოვეს დროს გიჟები მოაგროვეს. ანუ წინასწარ ახალისებენ ამ გიჟებს, რომ გიჟებმა გავლენა მოიპოვონ ამ სივრცეში და ამ გიჟების მეშვეობით მე კლავენ პროტესტს. ამ სიგიჟეს ჯობია მეთქი რომ მივიდეს ხალხი პოლიციის განყოფილებაში, ვინცაც მაინც იჭერენ ამ გზის გადაკეთებაზე რაღაცებს და პროსტა პოლიციის განყოფილებაში დაეჯაჯგუროს კარს. ოღონდ ერთი წინასწარ 2000 კაცი ეს დაორგანიზე ტელევიზიებმა ეს და 2000 კაცს ვერ დაიჭერ უბრალოდ ფიზიკურად ვერ აღასრულებ რა ამ რაღაცას. და ამას აკეთებენ გესმის? ოღონდ აკეთებენ ისე რომ აი დაეტიონ გესმის? დაეტიონ ციხეში. რო ყველა დაეტიოს ისე და ისეთი პერიოდულობით რო ზოგადად 100 კაცზე მეტი რო არ გამოვიდეს. ხო 100 კაცზე მეტი რო არ გამოვიდეს თორემ მართლა იქ რაც ეყოთ 2000 კაცი რო დაორგანიზდეს მივიდეს პოლიციის განყოფილებაში ეჯაჯგუროს და ყველა დასაჭერი გახდეს. ანუ უბრალოდ პრობლემა ექნება სისტემას. მართლა პრობლემა ექნება სისტემას. თუ ამას აკეთებ, ანუ თუ ეს არის შენი თავგანწირვის რაღაცა ბოლო გზა, თუ ეს არის, მაშინ ეს ხო შეიძლება წესიერად გააკეთო, მაგრამ შენ გკრავს არა პირობითად ნენსი ვოლანდი, არამედ შენ გკრავს რაღაც კონკრეტული იდეა, რომელთაც ხალხს ეუბნები, რომ ჩვენ აქ ვართ მოკრებილი ნორმალური ხალხი, რომელსაც ეს გვინდა. ამიტომ ვართ აქ. და ვისაც ეს გინდათ, მოდით აქ. აი რაღაცა გვინდა, რის გამოც ბიზნესს ვამხობთ, ის გვინდა. ხო შეიძლება ის თქვა, ის მინდა. თუ რევოლუციას აწყობ, რევოლუციას აი რომელ ქვეყანაში მოხდა რევოლუცია უწყვეტი პროტესტით. უწყვეტი პროტესტი 50 დღე კიდე ვიდგები და რევოლუცია მოხდება. აი მიზეშლები უკავშირი ხო უნდა იყოს. ალბათ ხალხი უნდა შემოკრიბო, ბევრი თანამოაზრე იპოვო, თანამოაზრეს აუხსნა რომ არჩევნები აღარ არსებობს, რომ რევოლუცია ერთ-ერთი გზა არის, რომ უნდა იყოს გზა რომ ვიღაცას დაიჭერენ, მოკლავენ რაღაცა, ასეთი მოტივირებული ხალხი ჭირდება, ბევრი 10,000-ობით ადამიანი. რაღაც შვალედური მიტინგები გჭირდება. პრიზი კაცო, პრიზი რისთვისაც ეს ხალხი თავის დადება. იდეა იმიტომ რომ რევოლუციას კომუნისტური გამიგია, ამერიკული რევოლუცია გამიგია, საფრანგეთის რევოლუცია გამიგია, ბოლოს მიშას რევოლუცია იყო რაღაც, ანუ რაღაცას ყველას რო შეხედო, რაღაც ქონდა, იდეა ქონდა, რაღაცის გამო, ანუ ის კი არა რომ მოდი შევარდნაძე გავაგდოთ, ან რა ვიცი, მეფე გავაგდოთ, ან ვიღაც. აი რაღაცა სხვანაირი ქვეყანა მინდა. არაფერი თუ არ გაქვს, რას აკეთებ?